ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები აქციებისას დაზარალებულთა დახმარების ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ტექსტში ვკითხულობთ, რომ პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება და ყადაღის დადების შესახებ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელი და უკანონოა. ორგანიზაცია ოცნების პროკურატურას მოუწოდებს სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება და მოხსნეს ყადაღა ორგანიზაციის ანგარიშებიდან, რათა შეძლონ უფლებადაცვითი საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება. ასევე მოუწოდებს სააპელაციო სასამართლოს განიხილოს და გააუქმოს საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ვეხმაურებით ქართული ოცნების გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც დაყადაღდა რამდენიმე ორგანიზაციისა თუ ფონდის, მათ შორის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშები. ეს არის ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის კიდევ ერთი მიზანმიმართული შეტევა უფლებადაცვით ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებზე, რაც აშკარად წარმოადგენს ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვის მცდელობას. ადამიანის უფლებათა სახლს ამჟამად დაფარული აქვს 843.747 ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა. 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე მივიღეთ 921.336 ლარის შემოწირულობა ასეულობით ფიზიკური პირისგან, მათ შორის ბოლო 2 თვის განმავლობაში მივიღეთ TBC ბანკისა და საქართველოს ბანკების შემოწირულობა სულ 300.000 ლარი. ამჟამად განაცხადი ჯარიმების დაფარვის შესახებ გაკეთებული აქვს 100-მდე პირს, რომლებსაც ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ემუქრებათ ქონების დაყადაღება. მოუწოდებთ პროკურატურას სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება და მოხსნას ყადაღა ორგანიზაციის ანგარიშებიდან, რათა შევძლოთ უფლებადაცვითი საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება. მოუწოდებთ სააპელაციო სასამართლოს განიხილოს და გააუქმოს საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. 17 მარტს ქართული ოცნების პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ნანუკას ფონდი, პროსპერიტი ჯორჯია ფონდი, ერთმანეთისთვის სირცხვილია და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ეგრეთ წოდებულ საბოტაჟზე გამოძიების ფარგლებში დააყადაღა. ეს ის ფონდებია, რომლებიც პროევროპული აქციებისას დაზარალებულებს, დაჯარიმებულებსა და დაპატიმრებულებს ფინანსურად ეხმარებოდნენ. პროკურატურას შესაბამისი მოთხოვნით ქართული ოცნების მხარდამჭერი მოძრაობის ნეიტრალური საქართველოს წევრმა ვატო შაქარაშვილმა მიმართა. პროკურატურის მტკიცებით ფონდები ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს მიმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების ახალისებისთვის.